ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის დაზვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ზურას შოუს ბენდი. მოგზადი გენაცვალე. მოდი დაზვირფასო. არიქა. მოგესალმებით. მოგზადი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო ძირფასო ხალხო. გამარჯობა. კი, აქამდე მე ვიყავი თქვენთან სტუმრად და ახლა ის დრო დადგა, რომ თქვენ გადმომეპატიჟებინეთ. და რას ვიფიქრებდი, რა ამპლუაში არ ყოფილვარ ამ შოუში სტუმრად, მაგრამ როგორც ტელეწამყვანი და ბენდის წევრი, პირველად ვარ და ფეხბედნიერი ყოფილიყოს უკვე ამ ამპლუაში. მამაკაცთა ნაწილი შემობატონო აქ უკვე ბრძანდებოდით არაერთხელ და შენ ლამის ასე სახლია შემობატონო შენთვის აქა ქალბატონებიანია პირველად და განსაკუთრებით მოგესალმები და მადლობა მობრძანების. შესანიშნავად გამოიყურე. როგორი სინქრონი აქვს თქო? დარიგებულები ვართ. სიმღერიდან მოყოლებული. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებიან და თანაც ძალიან ნიჭიერები არიან მუსიკაში, იმავდროულად არ შეიძლება არ აღუნიშნოთ, რომ ესეთი სიღრმისეული კავშირი გაქვს შემობატონო ქართულ სპორტთან და თან სასახელო სახელებთან და ახლა ყველა მიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ უდიდესი სიყვარული მინდა გამოვხატო ვიტალი დარასელიას, აი ამ ლეგენდარული ფეხბურთელი მიმართ და ჩემო გითხოვო მე ნათქვამი მაქვს, მაგრამ სახალხოდ უნდა თქვა, რომ აი მართლა ბედნიერი ვარ, რომ მასთან აი მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა მქონდა ურთიერთობა და ფოტოს კი გვაქვს გადაღებული, რომელიც მე გარეკანზე აღმოჩნდა იმ წიგნის და მაშინ 7 წლის ვიყავი და დღემდე მახსოვს. რა ბედნიერებაა. როგორ იყო ხო იცი ჩვენი შეხვედრა? როდესაც 1978 წელს გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, მაშინ იყო ესეთი საზეიმო ბანკეტი, სადაც ანსამბლი ივერია იყო და თბილისის დინამოს დიდი მეგობრობა ისი რომ გრძელდება აწლეულები და აი ეს დინამოს მაშინ შესრულდა. პატარა ვარ მაშინ 7 წლის და ვიტალი იყო 21 წლის. და უკვე წამყვანი ფეხბურთელი, რომელიც არა მარტო იმკვიდრებდა, უკვე ჰქონდა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ამ ტურნირში და აღმოჩნდით ერთ მაგიდასთან, ალექსანდრე ჩივაძე, რამა შენგელია, ოთარ გაბელია, ვიტალი დარასელია, მამაჩემი, მე ვახტანგ დატიშვილი და თემურა ციკლავური. დღეს საკონდიტრო მიმართულება ჩვენთან ძალიან განვითარებულია და მაშინ იშვიათი იყო ასეთი რამ და დიდი ტორტი იყო, ხოს მახსოვს, ესეთი მწვანე, მინდორით ახლობით აი მაგიდის ხელა და ფეხბურთელები, მათ შორის თბილისის დინამოს ფეხბურთელები და ბურთი იყო ეს ცენტრალურ ადგილაზე. ის ბურთი მოჭრეს და ჩვენს მაგიდასთან მოიტანეს და ვიტალი ფალ აციმციმებულმა დაწვდა და გადმოიღო თავისთვის ეს ნაჭერი და ალექსანდრე ჩევანაძე ეუბნება, ბიჭო, აქაც ბურთიო. თავს მიეციო და აი ამით დაიწყო პირველი ნაცნობობა და მე ისე მახსოვს ჩამიხუტა და აი მაშინ იყო რომ გადავიღეს ეს ფოტო და ეს არის ის მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება რო დაგრჩება ადამიანს და ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი უღრმესი მადლობა. მომავალი ყავს ვიტალი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. შემოდინათ ძალიან მიხარია რომ შენ მასმინძლობ ანანოსთან. ესე იგი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის რომ ჩვენი სასახელო ძიუდოისტის მსოფლიო ჩემპიონის გიორგი სარდალაშვილის მეუღლეა და სარგებლობს შემთხვევით და ვულოცავ, იმიტომ რომ პირველად მაქვს საშუალება რომ მოგილოცოთ ბედნიერება და ავით ყველაფერი საუკეთესო ჩვენს შესანიშნავ ოჯახს. გაიხარეთ. დამთხევაა თუ ბედისწერა არ ვიცი რომ სადაც ზურა მანჯავიძე მიდის იქ ყველგან სამ ქალბატონთან ერთად უნდა იმღეროს თუ აი რასთან გვაქვს საქმე? ჩემი აზრით ეგ უკვე დამთხევა არ არის. ბედისწერა. ხო რა? ბენდის ეს არის მე გეგმები ჩაუშალე. შემოგზავნილია ეს. ჩემი აზრით ზურა არის ძალიან იღბლიანი ადამიანი. ნამდვილად. ჩემი ანომალია არის ამიკო. გაბალანსებს ამიკო. შენ მინდა აღვნიშნო რომ მოვლენას ზურა უკვე. მინდა აღვნიშნო რომ იღბლიანი, იმიტომ რომ ფორტეს არაჩვეულებრივი ქალბატონები აქვს და მოკითხო და ძალიან მიყვარხარ. მოვიკითხო ჩვენი მეგობრები. და გაუმართლა ჩვენითაც ჩემი აზრით. იმედია მათაც უყვარხარ. იმედია. მე გადაცემაში როდესაც მოვიწვიეთ, სხვათა შორის გითხრათ და დაგვემუქ
მოგქრენ, ხო ხუმრობით, არ გაგცვალო ზურა ამ გოგონებში. მგონია მე რა თქმა უნდა არ დაუჯერე. საბოლოო ჯამში გამოსავალი ვიპოვეთ, ზურასთვისაც რომ ბენდებს შორის ტავტოლოგია არ გამოხდება, ამიტომ მე ჩავეკვეხე და შუაშია ამიკო და გვაშველებ. რო იკითხავენ რა შუაშია, ამიკო და ამ შუაშია. კარგია. ხალბატონებს ვკითხავ პირველ რიგში. რა ვითარებაა ბენდში? დემოკრატია თუ ზუროკრატია? აი როგორ დაახასიათებთ რა ვითარებაა? რას ფიქრობთ? მოდი ერთად ვთქვათ ალბათ, ხო? კი ბატონო. ზუროკრატია. დავშენი, როგორი თვითმკვლელად მოგიხსენიებთ, ჩემო ბატონო. რა ფიქრობთ ავტოკრატია? შენ ფიქრობ? ფანტასტიკური ზურა ყავს. ნამდვილად ფანტასტიკური და ძალიან არაჩვეულებრივი ზურა ყავს ამაზე. მამაღლა შემიძლია. არაჩვეულებრივი კი ყავთ, მაგრამ სიმღერა მაქვს მოსმენილი ძვირფასო თინა, შენზე რომ ღერის ხოლმე რომ აი მკითხავთან რომ დადისო და საბედო რომ ამოვიდესო, ანუ კლასოზე ამოდისო, ხან გზე და აქენით მიხვედით ჯიმდე თუ რა ეტაპზე ხარ? ბატონო გია ძალიან მინდოდა რომ ეს ყველაფერი ესე არ გახმაურებულიყო და ფარდა არ ამეხადა, მაგრამ ვიტყვი მაშინ გავწდი უკვე ქართულ ამბანს დიდი ხანი. კარგია, აპასულს არ ველოდი, კარგია. ქართულ ამბანს. ამიკო, შენ მინდა კითხო ჩემო ძვირფასო ადამიანი. როგორც ცნობილ ამბანოლოგს. არა, ამჯერად სხვა რამეს კითხავ. არიან მომღერლები, ვარს და სახელს არ დავასახელებ. მთელი ცხოვრება რომ ღეროდნენ და მერე რომ გახდნენ იუმორისტული გადაცემის წამყვანი. ხო და შენ პირიქით ხარ. იუმორისტული მიმართულებით მთელი ცხოვრება ესე იგი საქმიანობდა, ახლა სიმღერაში ხარ აქტიურად ჩაბმული და მითხარი ეს პროცესები როგორ აღიქმება? ჩემთვის რაღაც ახალი გამოწვევა იყო, ეგრე რომ ვთქვათ. და საკმაოდ სარგებლიანად, სარფიანად და მომგებიანად ჩავერთი ამ გამოწვევაში. ეს რომელ სარფს გულისხმობ? ჩემთან ახლოს რომელიც არის რა. შესაბამისად მინდა თავმა თქვა რომ გაამართლა ამ ყველაფერმა და დღესდღეობით ჩემი ნებისმიერ ბენჩი ჩართულობა იმ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს თქვენთან ერთად ვართ, აი ეგერ ზურას, თინას, ანანოს და ლიზის მეშვეობით შევქმნით აი ესეთი არაჩვეულებრივი კარგი ბენდი, რომელიც ახალისებს და ამხნევებს და ახარებს მაყურებელს. მე მგონი გამოგვივიდა. ნამდვილად გამოგვივიდა. როგორი ქორეოგრაფიული ტანდემი აბა კაცო. ადგილობრივი და თამაში და ახლა ორი ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული ერთად. ოდი მომიწოვია, სადაც მეორე ბენდი ეგეთი. არ არის. რომელი დაიკვეხნის. კი ეგრეა. ახლა რა მინდა კითხოთ? რეპეტიციის დროს დაგვიანება არ არის იშვიათი მოვლენა ჯგუფებში, ანსამბლებში და თქვენთან რა ხდება ამ კუთხით? ვინ არის უფრო დამგვიანებელი და ყველაზე უფრო საყვარელი ახსნა მიზეზი რა მოგისმენიათ რეპეტიციაზე დაგვიანების? ეხლა გეტყვით როგორ არის? როგორ? ანუ ვინ აგვიანებს უკვე მიხვდით ალბათ. აი ამჯერად მე არა მომიღია. ეხლა გეტყვით როგორ არის ეს საკითხი. ზოგადად არასდროს არ მაგვიანებს, იმიტომ რომ ყოველთვის შევდივარ ზუსტ დროს გადაღება ანუ საქმე არ ფუჭდება. არ ფუჭდება. შეიძლება ეხლა ლიკუნას მოკითხვა სარავაშვილს. ლიკუნა გვეჩხობა რომ გოგოებო მალე მოდით მაკიაჟი გასაკეთებელი გაქვთ, თმების გას ვერ მოასწრებ და მე ვიღებო შენიშვნებს და ნუ ისე დღეში ვართ რომ ანუ არ ვიცი. მაგრამ ძირითადად ერთი მიზეზი გვაქვს. ლიკუნა იცი რა გვაგვიანებთ, მანქანას ვევტოვებთ, ვერ პარკინგებთ, ამიტომ ჩვენი ბრაკეტოთ, რატომ? ის მიკვირს რომ ლიკუნა ჩვენი პროდიუსერი არაჩვეულებრივი ადამიანი, როდესაც ყველაზე ადრე ყველას აბსოლუტურად ურეკავს რომ აბა მოემზადე, აბა ეს ასე შემდეგ თვითონ როგორ ხდება ეგრე მოწესრიგებული და ფორმაში და როგორ ხარ ანუ ყოჩახი მიუხედავად იმისა თან რომ მე მაგალითად როცა ჩვენი გადაცემის ჩაწერა არის იმ დღეს ზურასთან ერთად მაქვს დილის ეთერი და ყოველთვის მოწესრიგებული ვართ მათ მზად მაქვს მაკიაჟით მაგრამ მაინც მაგვიანდება, იმიტომ რომ გადაცემის შემდეგ სახში მივდივარ ბავშვთან და შემდეგ ვცდილობ რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვიდე ჩაწერაზე, მაგრამ მაინც მაგვიანდება და ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყოველთვის ვარ ადგილზე. ყველაზე საყვარელი მიზეზი გაგვიანების სულ იყო ორჯერ. ერთი და იგივე მიზეზი ჰქონდათ რა, გავთხოვთ. ორჯერ იყო ეგ მიზეზი. ხო, რატო დააგვიანე, გავთხოვთ. არ ველოდი საერთოდ და ამიტომ ყველაფერი კი არ უნდა. საპატიო მიზეზია ვერაფერზე. მაგრამ ორჯერ იყო ეგ კარგია. უი, რა მინდა კიდე კითხოთ. გადასარევია, როცა ასეთი პროფესიონალი ყავთ სიმღერაში, ესეთი ცნობილი მომღერალი, წამყვანი როცა არის პარალელურად, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა თავისი დისკომფორტიც ჰქონდეს და ეგ მაინტერესებს რომ ვიკითხო, რომ ხშირად აქვს ხოლმე ესეთი შენიშვნები და რჩევები ბატონ წამყვანს სიმღერაში თუ ლოიალური ამ მხრივ? ზურა. ის არა, აი ერთად
ვთათბირობთ, ასე რომ ვთქვათ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. არა ის რომ ბატონმა ზურამ გვითხრას რამე ან ამიკომ, ყველა შევჯერდებით და ვიღებთ გადაწყვეტილებას. იცი რა, ძალიან ვუსმენთ ერთმანეთს, მართლა ესეა. ურთიერთპატივისცემა, რაც მთავარი არის. წრებლი მომადგა. ანუ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ სიმღერას თუ პირველი ხმა მოუხდება, რომ ვთათბირობთ ასე ვთქვათ, როგორც ანანომ აღნიშნა, რომ ვინ ჯობია რომ ამას ეს ხმა დაადოს მეორე თქვენ მოგცათ 100 ლარი უკვე? არ უნდა გელაკრავი ერთად მოვენო და ახლა უკეთესად ძალიან ისე ვართ მართლა შეხმატკილებულად და ჯერ არ გვიჩვენე მეგობრულად და ეს თუ სიმართლეა და საგარეო საუბარი არ არის გადასარევი. არა, მართლა. ამ საკითხში ჩვენი ზუიოს სრული ტანდემი ქართულია. გვაქვს ეგერო. სრულია და მადლობა ზუიოს ყველაფრისთვის. მოვიკითხავ ზუიად ბლიაძეს მეგობარს და შესანიშნავ პროდიუსერს. ზვიო ჩვენ ხელში კიდე კარგად არის. და თავისუფლებას. თქვენ ახლა იმდენად მუსიკალური ხალხი ხართ რომ ტროლიც და ბოტიც აამღერეთ. ჩვენი ბიჭი აი მე მთელი საქართველო მღერის და ეხა ტროლმა და ბოტმას რო იმღეროს დიდი ამბავი. ჩვენი ტიატრალური ბიჭები. უკადავი იჭიერი ძალიან. იუმორისტები და მოვიკითხავთ მათაც საყვარლესი ოთა შორის მიუხედავად იმისა რომ ყველა ნამდვილად მღერდით, ზოგადად ქვეყანაში ყველა მღერდით, ნამდვილად ყველა მღერით და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე პირადად, არ ვიცი სხვებს როგორ, მაგრამ პირადად მე არ მეგონა თუ ეს ორი პერსონაჟი, ტროლი და ბოტი, ზოგადად იმღერებდა. ზუიომა ამღერა. ზუიომ ამღერა და ზუიომ მუსიკალურ სამყაროში ისეთი დიდი ნაბიჯი გააკეთა ზოგადად საქართველოში, რომ დღესდღეობით უკვე, რა ვიცი, 103 მილიონით ვამაყობთ. ადასარევი. მართლაც პოპულარულია თქვენი ბენდი საქართველოში, მაგრამ რომ მოგიწიოთ უცხოეთში საგასტროლოდ წასვლა, ხო? და ამასაც გისურვებთ. მადლობა. ამ ყველაფერს ჭირდება რეკლამა, უნდა გაგისწროთ იქაც და ამიკო შენ ახლა როგორც პოლიგლოტი, შენზე უკეთესად ვინ გააკეთებს ამის რეკლამირებას და წარმოვიდგინოთ ვერსია, ესეთი თამაში რომ ასე თქვა შემოგთავაზოთ, ხო? თქვა სხვადასხვა ქვეყანაში, აი მაგალითად ჩახვედით, აი თურქეთში, ვიცი რომ თურქული გადასარევად გამოგდით თურქეთში. აბა მით რომელი დილის ეთერში გამოვაცხადო? ბატონო, თქვა დილის ეთერიდან დაიწყო. Günaydın, merhaba. Senin çok gelirim de yapıyorum. Dün burada vardı Zura Show bendi alıyorum da yapıyorum. Sen şimdi çok yiyorsun, gel buraya. Yunus'un aldasın. Artışal tüyos olan be. Senin Zura Show band yiyorsun, çok güzel. Teşekkür ederim. ენერია. ახლა გადავინაცვლოთ, თქვათ მაგალითად არაბულ ქვეყნებში, თქვათ ემირატებში მოგიწიათ კონცერტი. والله وحش مخمل مال بلا هلسشن مخمل ولما حششك بلا زورا شو بند لا وحكيت المهلك ما فان كونسرت لا قمبا والله لا والله شمل فلوس ما حف პურა შოუს რომ მოეფერა. საერთაშორისო სახელია და და ევროკავშირში გადავინაცვლოთ და თქვათ აი გერმანიაში მე თვითონ მომინდა ისე გამოაცხადა. აჩკარად. ახლა გერმანია შეუღალ. Guten Morgen, ich laufe nicht die Schösten in der Augen nicht. Ich bin auch in Illischnechten, ist der Zura Show Band wachten null. Ich bin Aulen, ich bin Agnen. მან ჩამისვი გაუხარდება დარასელია გაახსენე მაინც რო გავამწარეთ. აჰო, კარგია. დუსელდორფი შევახსენოთ. დუსელდორფი. Zura Show Band, ja, Fahnen ist schon Lisa Daraselia. Ja, ich laufe nicht, ich denke, ich bin besser, besser. იცი როგორი გერმანიის წამყვანი იყო დედიქრო თურქია. ასე იგერდა ყოველდღიურობაში. ახლა მოდი კონტრასტის პრინციპით, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად გერმანიიდან იაპონიაში გადავინაცვლოთ და აი ვთქვათ რომ მოგიწიოთ იაპონიაში რა სიტყვის დილის სამყვანი. 고리주다, 요선들, 연돌이 가서 너 이거 자세. 주도,胸담 다이어 설도 저, 생겨 Zura Show 탄상도, 태도 상 밴다. 견도세도 이래도, 시우도, 유스들에다 간손용도 듣는 근신다. 교수도 믿고도. ბრავო ამიკო ბრავო ძალიან ნიჭიერი ადამიანია. აჩკარად. სად ვარ წასასვლელები რო იცოდე. სანიშნელია ეხლა ნამდვილად მიგვიწევენ. აუცილებლად და ყველამ გაიგო, იქაურებმა. ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. კი ბატონო. როგორც ლექსია ნათქვამი. Ist schlau denn durch Steinen. მაშინ დარგმნე ხო? მოდი სიმღერაზეც გადავიდეთ და იცი რომელი სიმღერა მინდა გთხოვოთ რომ შეასრულოთ, ეს ხალისიანი სიმღერაა, თქვენებურ სტილში გადმოქართულებული, რომელიც ძალიან მოიწონა მაყურებელმა. სიმღერა, რომელსაც ქვია მოდი მოდი ლამაზოდა. როგორ ქვია? ბურდა ბურდა. გელ გელ yaxshi madam.
ძვირფასო დარდით აღარ ვარ მოდი მოდი ლამაზო მოდი სადახარ სადგეწებო ძვირფასო დარდით აღარ ვარ თვალები წრემლით მაქვს დასველებული შენ სურათზე მოცულობ დაღონებული თვალები წრემლით მაქვს დასველებული დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ზურა შოუს ბენდს იუმორინას ორი ახალგაზრდა მონაწილე ნიჭიერი მუსიკოსები ნუცა მოდებაძე და თენგო გუმბერიძე არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო, ნუცა და თენგო. თქვენ ახლა როგორც სახში ისე ხარ ცხადია აქ და როდესაც ფიქრობდით თქვენს გამოცხადებას, პირველი თავში მომივიდა რომ სად და როდის გაიცანით ერთმანეთი მეთქი. აი ეს შეკითხვა, მაგრამ მე გამახსენდა რომ 2023 წელი იყო ჩემო ბატონო ხვიჩა მაღლაკელიძე მოიყვანა რეპეტიციაზე მოსწავლეები და მე თქვენ გააგზავნეთ რა ხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ. ესე იგი მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მართლა სახლში ვარ ასე მგონია, იმიტომ რომ ყოველთვის აქ როცა მოვდივარ, ვგრძნობ რომ აი ინ დედაჩემთან ვიყო კი მამაჩემთან ისევ რა. იუმორნაში გაზდილი ასე რომ ვთქვა და ნუცა გავიცანი 2023-ში კი ბატონო ეგრე იყო, რომ მოვიდა მაშინ ახალი ხვიჩას მოსავლე იყო ასე რომ ვთქვა, იმიტომ რომ ხვიჩას მოსავლეები იმდენი არიან, ვერ ვცნობდი მანამდე ვერავის და მე უცებ ნუცა ისე მოხდა რომ ერთმანეთს გავუგეთ მუსიკალურად მე რა თქმა უნდა სულო უკრავდით მე ამდენ დაკვრა მოგწყვინდა და საუბარზეც გადავედით საბოლოოდ და ეხლა ნუცა განაგრძობს სამწე. ნამდვილად ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივი იყო თენგო უკვე იუმორინას დიდი ოჯახის წევრი იყო საკმაოდ დიდი ხანი მანამდე თავისუფლად იყო და ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მასთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე ცოცხლად შემესრულებინა კომპოზიცია და ძალიან კარგად გავუგეთ მაშინ ერთმანეთს. თქვენ ორივენი ხვიჩას მოსწავლეები ხართ, მაგრამ უკვე თავად ყავთ მოსწავლეები და ესეთი წარმატებით გამთ პირველ ნაბიჯებს პედაგოგიური მიმართულებით და ამ ხრივ წარმატებებს გისურვებთ სული და გულით. ესე იგი, თქვენ ერთმანეთი გაიცანით როგორც ხვიჩას მოსწავლეებმა იუმორინაზე. შემდეგ თქვენი მოსწავლეები გაიცნობენ ერთმანეთს იუმორინაზე, მერე მათი მოსწავლეები და ასე გაგრძელდება ჩვეულებრივ. და რა მაინტერესებს? როგორია თქვენი დამოკიდებულება მოსწავლეებთან? რომელი უფრო მკაცრი ხართ? მოდი დაგითმობ ამას. მე ვერ ვიტყოდი რომ მკაცრი ვარ, აი ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა იმერელი ბიჭი, ჩემი მოსწავლე და მთხოვა რომ იქნებ მასწავლებელო რაიმე სერენადა მასწავლოთ, გოგოს გული მინდა მოვიგო. მეც რა თქმა უნდა დაბეჯითებით მოვინდომე ვასწავლე გავუშვი. მეორე გაკვეთილია მოდი წაშლილი აქვს სახე. რა ხდება ნიკოლოზ მეთქი როგორ დაუკანი თუ მოეწონა იმ გოგოს მეთქი. ემერია მასწავლებელო. რა აგერია მეთქი რომელი აკორდი აგერია ხომ გასწავლე მეთქი. აკორდი არა ურთიერთობა ემერია მასწავლებელი. რა დაუკრა ეგეთი. ასე იყო ეს. კარგია. გატეხილი გუნდო. მეც მინდა გავიხსენო ჩემ მოსწავლეზე რადგან აქტუალურია რა ჩემთვის ეს მოსწავლეების თემა. ოღონდ ჩემსაც არაერია, ჩემთან სხვანაირი რამე მოხდა. ესე იგი ერთ დღეს შემოვდის ზარი და მიდეკავს ახალი მსურველი გიტარის შესწავლასთან დაკავშირებით და მიდეკავს მისი ბებია როგორც აღმოჩნდა და მიდეკავს გამარჯობათ ბატონო თენგო გაგიმარჯოთ მე უთხარი
ჩემს შვილიშვილს სურთ თქვენთან რომ მოვიდეს გიტარაზეო და თუ გაქვთ დროებიო კი მე ვთხარი დავთქვით შეხვედრა ველოდები უკვე ჩემთან რომ მოვიდეს და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ წარმოდგენით ეს ბავშვი არის ჩემთვის 12 მაქსიმუმ 15 წლის ან უფრო პატარა მოვამზადე სახში ვიყიდე რაღაცები საბავშვო ტკბილეულები ყველაფერი და უკვე კარზე გაკუნია გავაღე და დიდი კაცია მოსული ჯემიკო არა ჯიმშერია მოსული დიდი ჯიმშერი და გამარჯობა მე ვთქვი ვისთან მზადები მე ვარ ჯემიკო და რა გაქვთ თქო შევიპატიჟე ახლა სახში და მეთქი დილობის ამბავში ნაყიდი მაქვს შევთავაზე დილობის ისე აღმოჩნდა რომ ჯემიკოს ძალიან ყვარებია ქეიფი და გავშალეთ გუმერძების ოჯახში სუპრა და ილხინეთ და ვიქეიფეთ ერთი ამბავი რუსამ სამართლიანად აღნიშნა რომ 2023 წლამდე შენ 6 წლითადრე კაცო 2017 წლიდან ხარ მართლა ჩვენი გუნდის წევრი და მეტი სოლისტი პატარა ქუჩის მუსიკოსები და თან მოვიარეთ არაერთი ქვეყანა დიდი წარმატებით და გარდა უცხოეთში საგასტროლო თქვა მოგზაურობებისა ძალიან დიდი გამოცდილება იყო შენთვის რა თქმა უნდა 10000 კაციან სავსე ფლექსი არენაზე ორჯერ ზედიზეთ 2018 და 2019 წელს როდესაც იდექი და შენი მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა ამ მიუზიკლის საერთო წარმატებაზე და მითხარი ამ პერიოდს როგორ გაიხსენებდი კი ბატონო მართლა ძალიან ნასიამოვნები ვარ მაგ კუთხით იმიტომ რომ მე გოიმის პატივი ესეთ დიდ პროექტში მიმეღო მონაწილეობა როგორც არის ჩხილთა ქორწილი მიუზიკლი პირველად როცა ვიყავთ ლექსიანაზე უკვე რო გავედით და ჩვენ პატარები ვის ხედავდით ახლა ბავშვები პატარა ქუჩის მუსიკოსები იმხელა დარბაზი იყო დევიკარგეთ ჯერი იქ და მე ერთი კაი ისტორია გადამხდა თავს ესე იგი მან დატვირთულები ვიყავით ჩვენ არა მარტო დაკვრით არამედ სიმღერით ცეკვით და ყველანაირად და პირველი ნომერი უკვე როცა იწყება მიუზიკლი მაგ დროს მიწევდა ცეკვა გავედით ახლა რა თქმა უნდა არ ვარ ძალიან ისეთ მოცეკვავი მაგრამ მაინც მოვიწია და ილეთი მიწევს ესეთი მინდა რომ თან ავდგე და ესე გაჩვენო მიდი ესეთი უნდა დასრულდეს დამ და რამ დავასრულე და უცებ შუქი ბნელდება და ხმა ისმის სუსტი ადგილიდან იწყებს შარვალ გახევას აგძელებს არ ჩერდება მე ესე ღიმილიან სახე უყურებ არ ვიცი რა ვქნა და ეხა ყველაზე მეტი უბედურება ჩემთვის ის იყო რომ მე მალევე მიწევდა დაკვრა ხო და შევედი თუ არა კულისებში ეგრევე უნდა გამოსულიყავ და რო გამოვედით უკვე და ესე კუშნაბიჯებ ნელ-ნელა გამოვდივარ ეს ნელ-ნელა არ ვიცი რა ვქნა და გიტარის ჯეკი ეგრეთ წოდებული როგორც უნდა გავახმაროთ გიტარ ავიღე აი ეს შევაერთე ოცხად ესეთები ხდება თქვენი დუეტი პოპულარულია TikTok-ზეც. და მე ყველაზე მეტად ის მომწონს რომ თქვენ აი ქართულ რეპერტუარს ხშირად აჟღერებთ გიტარაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც აი მისასალმებელი ამბავია და მიხარია რა შემთხვევაში TikTok აუდიტორია სადაც ბევრია თქვათ მოზარდი ბევრი არის ახალგაზრდა მათაც რო ასმენინებ და ისინი ძალიან ხალისობენ. მოდი შევასრულოთ რაიმე ქართული რეპერტუარიდან აი თქვათ ქართული მულტფილმებიდან. კი ბატონო. არ გავჩერდეთ, გავაგზავნოთ ამ კუთხით. ძალიან კარგი. ახლა რა მინდა გითხრათ? ტელეფონი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ყისიერი კავშირის საშუალება გაქვს მთელ მსოფლიოსთან, თანაც მიწერ, მოწერ, უამრავ სხვა ფუნქციას და ძალიან კაი რაღაცებს ითავსებს. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც და სამწუხაროდ ამბოლო დროს აი ტელეფონზე დამოკიდებულება და მისი ჭარბი გამოყენება პრობლემად იქცა. მოკლედ, სადაც გაიხედავ მეტროში, ავტობუსში, მანქანაში, სახლში, ჭამის დროს როგორ წესი ხელში ტელეფონით ეს ჩვეულებრივი სურათია და თქვენთან როგორ არის საქმე მაგალითად აი რეპეტიციის დროს რა ხდება? ეხლავე განახებთ რა ხდება ჩვენთან. ჩვენთან არის თან საქმე და თან გიტარა. აჰა. აი ბატონო, აბა ვნახოთ თან საქმე, თან გიტარა, თან ტელეფონი როგორ გამოვა.
ბატონო, თან დაგვრა და თან ტელეფონი, კი ბატონო. ჩვენი არი გამოვიდა. ახლა აქვე კულისებში არის ერთი ადამიანი, რომელიც თქვენზე განსაკუთრებით განიცდის, განსაკუთრებით ეამაყებით, არ არის ძნელი გამოსასწრობი, ვინ შეიძლება უნდა იყოს ის კაცი, რომელსაც ახლა მოვიხმობთ ჩვენი შოუ სტუდიაში. ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ხვიჩა მაღლაგელიძე. მოდი შეგენაცვალე. მარჯობა. ხვიჩა, როგორ ხარ? შეგენაცვალე. მითხარი, რა შეგრძნებები გაქვს? მოგესწრო ესე იგი, ხო, ბავშვები? და ჩემი წიწილები, თენგო აღარეთევა კალთაში უკვე რა ხელა კაცია. ესე იგი წეგან უსმედი მოყურადებული ვიყავი ასე, მოყურადებული, ყავის ჭიქით ასე კედელს მიადებენ ისე და ვისმენ ჩემი მოსწავლეებიო და აი ეს ჟრუანტელი ბიბლია, ესე იგი აბათი მოსწავლეები ჩემი შვილიშვილები გამოდის, ხო? ასეა. მაგრამ უყურე ახლა შენ მე რო შენ გცემ პატივს და შენი სტილი რომ აქვს თავიდან ბოლომდე შენი შვილთა შვილები გამოდიან. ამაშია სამე. ყველაზე დიდი წინაპარი ვიყოლიათ. დიდი ბატონი ჯემალ ბაღაშვილი და დიდი ბაბა. მიესალმებით აქედან და მეფეროს. ასეთ კარგ საქმეს აკეთებ და აგრძელებ ამ ქართულ გიტარას. ისე მიხაროდა რომ აი ქართულს უკრავდით და ქართულს აჟღერებდით. აჯობია, კარგია ეს ტომი და ჯერი და ამოარტყეს პანგური და ჩამოარდა და ეცა და ეს სპანჯბობი ჭურჭლისარეცხი ღრუბელი და ეს პეპე ჯორჯი ვარ ამ ქართულ მულტფილმებს რამეჯობია. მოდი ერთი სანამახტად ცხელია ეს შეგრძნება და ემოცია ერთად რამე დაუკრათ კიდე კარგი აზრია, გავაგზავნოთ მულტფილმის მუსიკის გზა. აბა რა ვქნათ? მე ვიცი რა ვქნათ. შენიყავი ღვინის მანქანა შენიყავი ესე იგი რძის მანქანა და მე ვიქნები შუქრიშანი ბაბა ბიბოს მე ვიტყვი. საქმე და საქმე გავაკეთოთ. აბა გზავნოთ. საოცარი ბავშვები არიან, ზოგადად ისე ვამაყობ, რომ ეხა ადრეც მაქვს, რა თქვა, საკუთარ თავის ციტირება სირცხვილია, მაგრამ რა ვქნა, მე ცოტას წავიტრაბახებ. ესე იგი, ხო გამოხვედით ახლა იმ გამოსასვლელიდან და მოხვედით ამ დაბრძანდით აქ, ხო? რა მოკლე გზა იყო, მაგრამ რამოდენა გზა იყო გასავლელი, რომ იმ გამოსასვლელამდე მისულიყავით, ხო? ეს გზა რაც გაიარეთ, იმ გავლილ გზას გაუმარჯოს. შენ გენაცვალე. ითხოვდა. ხოდა სამადლობელი სახით ამ გავლილ გზას რო გაუმარჯოს, ერთი კიდე რამე გემრიელი ქართული ტანში ჟრუანტელის მოსაგვრელი დავსხოთ. კარგია, აბა მიდი.
აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან. ვიჩა, ეხლა მითხარი ორი სიტყვით ეს შესანიშნავი ახალგაზრდები სანამ დაფრთიანდებოდნენ, მანამდე როგორები იყვნენ შენთან რომ მოვიდნენ? ვაიმე, საოცრება იყო, ნუცად საოცრება იყო, თენგოც. აი ნუცაზე ვფიქრობდი ახლა რომ მაინც ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, მაინც იუმორენა, პოზიტივი, იუმორი, ამე კურიოზს მოუყვები მეთქი, მაგრამ რო გადავავლე მის ესე იგი, ჩემთან გავლილ ცხოვრებას დაწყებული 13 წლის თავისი დამოუკიდებლად რომ მოვიდა, თავისთავად ჩაიწყო საქმე ჩემთან მოსვლის, რომ მოვიდა და გადამირია მთელი მოსწავლეები და მთელი ჩემი რეპერტუარი დაუკრა, მე რომ დამტოვა პირდაღებული და აღარ ვიცოდი რა მესწავლებია და მე რომ შემდეგ კონცერტზე გამოვიდა ერთი, კონცერტზე გამოვიდა მეორეჯერ, მეოთხეჯერ, ერთ არხზე, მეორე არხზე, აბა იქ, აბა იუბოლაში, აბა მივხვდი რომ სასაცილო მოსაყოლე არაფერი არა. იმიტომ რომ ასე ადამიანს საკუთარ თავზე ემუშაოს, ეს არის იშვიათობა. თან როგორ გასულ ბავშვობიდან ამის საქმე მოგვარებულია, მოკლედ. მე 2-3 წელიწადში კურიოზს თავისით შეიქმნის თვითონ თუ დაჭირდა, მაგრამ იმავალაკ მაღანაზე მინდა გითხრა რაღაც. პატარა არის ეს და მივდივართ ქუჩის მუსიკოსები, დიდი თაობა და პატარა თაობა გასტროლზე. ნუ ახლა გასტროლი არ გავს სკოლის ექსკურსიას. ცხეთამდე როა შეჭმული კატლეტი და ყველაფერი. იქ სხვა ვითარება, სხვანაირი განწყობა არის ყველაფერი. ეხა თვითფრინავში პირველად არის. უყურებს ამას ყო ილუმინატორია, ყველაფერს მიახდა, ყველაფერს მოკიდა ხელი, ყველაფერი მოსინჯა, რასაც ვერ უკმინა, უწკინა, რასაც ვერ უწკინა, უჩქმიტა და ერთთან ბავშვი და აღმოაჩინა რომ უკვე ჰაერში ვარ, კაიხანია. ესას გასწორებული აქვს თვითმფრინავი და 11000 კილომეტრზე მივდივარ და აბა აღმოაჩინე რომ მის თავზე არის ღილაკი, რომელსაც დააჭერდა დაახლოებით ეგეთი ხმა აქვს და მოცუნცულდება ბორტგამცილებელი დედრობითი სქესის. რა გრებავთ? რა მინდაო? მოდიო წყალი მინდაო. კარგიო, გავიდა ახლა ბორტგამცილებელი გედ მოუტანა წყალი. ალიამან წყალი. აქაც ახლა 7 საათია საფრენი. ამით აღარ შემოფარგლავს ახლა გართობა. ირგვლივ ყველას ძიდავს, მე უყურებ საერთოდ ახლა მე უკავზი ვარ. კლინ მიაჭირა კიდე. მოვიდა ბორტგამცილებელი რა გრება? წყალი მინდა. 30 ლიტრი წყალი დალია. არ ბენინა ეს გოგო, არ ბენინა იქეთ-აქეთ. და როდესაც ჩადიხარ თვითმფრინავიდან, ბორტგამცილებლები ხო ასეთ განან და გემშვიდობე კარგად ბრძანდებოდნენ. სასიამოვნო იყო რომ ჩვენ ერთად გაატარეთ ეს და ჩვენ ერთად იფრინეთ და ყველა სხვა ესე გვიღებია და აბა რომ ჩაუარა, ეს ასე დასინა. დაშინა. აქაც წყალი არ მომთხოვს. ვიჩა, ნუ სადა თენგო, მოდი ახლა იცი რა მინდა გითხრათ. აქედან მშვენი უნდა შესრულდა ყველაფერი, მაგრამ სცენას რო უწოდებთ ჩვენი შოუს, აქეთ გადმოინაცვლეთ და ერთი საფინალო კომპოზიცია შევასრულოთ ჩვენ შოუში. დიდი სიამოვნები. მოდი ბავშვებო.
დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს სტუმრებს. დღესამის გემშვიდობების ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.